გამარჯობათ. დღეს გესაუბრებით მარხვაზე და ჯანმრთელობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია მარხვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რა სიკეთე მოაქვს და ვისთვის არ არის სასურველი, ანუ არ შეიძლება მარხვა, როდესაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მოგეხსენებათ ცოცხალი ადამიანი, ცოცხლები რომ ვართ, ესე იგი ჩვენს სხეულში არის სული, მაგიტო ვართ ცოცხლები. როდესაც ადამიანის სხეულიდან გადის სული, ქართველები ვეძახით ამას გარდაცვალებას, ზოგი სიკვდილს ეძახის. ანუ ამ ქვეყნიდან გასვლა ადამიანის სულის იმ ქვეყნად. წუთისოფელიც ქვია ქართულად, ხო, ჩვენს ცხოვრებას, ანუ წუთია ჩვენი სიცოცხლე. წუთისოფელიო, ხო, ყოველი დღე ეს არის ღმერთისაგან ნაჩქარი სიცოცხლე, ყოველი დღე. და ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მარხვას ჩვენს ჯანმრთელობასთან. თვითონ ქართული სიტყვა მარხვა მიგვანიშნებს, ანუ იშიფრება როგორც დამარხვა, ანუ მოკვდინება, ანუ რა უნდა დავმარხოთ, რა უნდა მოვაკვდინოთ ჩვენი არასწორი ფიქრები, არასწორი საქციელი, ანუ რასაც ქრისტიანულად ბიბლიაში ჩვენ ცოდვად მოვიხსენიებთ, ხო? ისეთი საქციელი, ქმედება, ან უმოქმედობა, ან ფიქრები, რომელიც უფლისთვის არ არის მოსაწონი. ასე რომ საკუთარ თავზე მუშაობა ქვია ამას. საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ, ანუ მარხვის პერიოდში პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ სულის გასუფთავებაზე, ჩვენი სულის გასპეტაკებაზე, ანუ სულის გადარჩენაზე, ანუ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შევქმნათ, რაღაცას რო შეცდომებს ვუშვებთ, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ჩვენ ის უნდა გავაცნობიეროთ და უნდა გამოვასწოროთ, როგორც ბიბლიაში გვიწერია, მოიგეთ ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. და სწორედაც იესო ქრისტემ ეს გვიქადაგა, რომ მოინანიეთო, ხო, ანუ გამოსწორდითო. ასე რომ მარხვა გვეხმარება სულიერ სისპეტაკეში, სულიერ გაძლიერებაში, საკუთარი თავი რომ განვავითაროთ, უკეთესები გავხდეთ, ხო? მოგეხსენებათ ადამიანი ვითარდება და რა თქმა უნდა უკეთესობისკენ უნდა განვითარდეთ და არა დეგრადირება. დეგრადირება უკვე უკუსვლა, ანუ სულიერ დაცემას ვეძახით ქრისტიანულად. ასე რომ მარხვა გვეხმარება სულის გადარჩენაში, ანუ სულიერ გასპეტაკებაში, სულიერ სიძლიერეში, რომ უკეთესები ვიყოთ, ესე იგი საკუთარი თავის განვითარებაში გვეხმარება და სხვათა შორის გვეხმარება ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, მარხვის დროს ჩვენ ეხლა სააღდგომო მარხვა დაიწყო, მოგეხსენებათ 40 დღიანი მარხვა, ეს მართლმადიდებლურ ქრისტიანული წესით და ჩვენ მივირთმევთ მხოლოდ ბოსტნეულს და ხილს და მცენარეულ ცხიმს, ანუ არ მივირთმევთ ხორცეულს, კვერცხს, რძეს და რძის ნაწარმს, ხო? მხოლოდ მცენარეული. ანუ ვეგეტარიანულს რომ ვეძახით. ეს რაში გვეხმარება, ხო? გვეხმარება რომ ჩვენი სხეული, ანუ მარხვა გვეხმარება რომ სულიერადაც გავძლიერდეთ და ფიზიკურადაც, ანუ სულიერად, იმიტომ რომ ნებისყოფა ჩამოგვიყალიბდეს, აი მაგალითად ხორცი ვიცით რომ მარხვაში არ გვეჭმება და დავინახეთ სუფრაზე ძალიან კარგი ქათმის ხორცი, ან გოჭის ხორცი და როცა ვმარხულობთ, მე ესე იგი ვაზროვნებ, ადამიანი ასროვნებს ნებისყოფას საკუთარ თავში ახსენებს, რომ მარხვის პერიოდში აი ის ხორცი მიუხედავად იმისა, რომ მადის აღმძვრელი არის და ძალიან უყვარს, ანუ საკუთარი თავი უნდა გააკონტროლოს და უარი თქვას. ანუ ნებისყოფა, ძლიერი ნებისყოფა, საკუთარი თავის კონტროლი, რომ მართო შენი სხეული, ანუ იყო თავისუფალი. თავისუფალი სწორედ სიტყვაც ამას ნიშნავს, ხო? თავისუფალიო, საკუთარი თავის მართვა, თავისუფლებაც სწორედ ეს არის. და ასე რომ მარხვა გვეხმარება ვიყოთ სულიერად
ძლიერები. სხვათა შორის რუსულ ენაზე პოსტს ნიშნავს, ხო? პოსტ. ანუ გუშაგი, ანუ ვიცავთ ხომ საკუთარ სულს, საკუთარ სხეულს, ვისგან ვიცავთ? იმ არასწორი ფიქრებისაგან, არასწორი ქმედებისაგან, ხო? იმ ცოდვებისაგან, ასე ვთქვათ, რომ სული იყოს სპეტაკი, სუფთა, ძლიერი, ნათელი და უფლისთვის მოსაწონი. ანუ უკეთესი ადამიანები ვიყოთ, კეთილშობილები, საკუთარი თავისთვისაც, ოჯახის წევრებისთვისაც, ადამიანების საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და მთელი სამყაროსთვის, ხო? ვიყოთ კეთილშობილები. ხო. აგრეთვე გვეხმარება მარხვა ფიზიკური სხეულის გაჯანსაღებაში, ანუ გამოჯამრთელებაში. ეს როგორ, ანუ ბუნებრივი გზით მოხდეს ორგანიზმის გაწმენდა, გაჯანსაღება და რეგენერაცია, ანუ აღდგენა. მოგეხსენებათ ჩინური მედიცინის მიხედვით გაზაფხული, ანუ თებერვალი მარტიდან უკვე იწყება სხეულის გაწმენდა, მომზადება, იღვიძებს ქრონიკული დაავადებები და ჩვენ გვჭირდება გასუფთავება, გაჯანსაღება ჩვენი სხეულის. ამიტომ მარხვა საუკეთესო საშუალება არის, რომ გავიწმინდოთ ბუნებრივი გზით ჩვენი სხეული ტოქსინებისაგან, შლაკებისაგან და ზედმეტი ცხიმებისაგან, განსაკუთრებით ვისაც ღვიძლი და კუჭ-ნაწლავი აწუხებს, ხო? ესე იგი, როდესაც ჩვენ მივირთმევთ, ვმარხულობთ და მივირთმევთ ბოსტნეულს, ხილს და მცენარეულ ცხიმებს, ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივი გზით იწმინდება და სხვათა შორის თუ ვარჯიშობთ, ანუ ფიზიკური აქტიურობაც გვაქვს, მაშინ უკვე ჩვენი სხეული უკვე ლამაზიც იქნება, ანუ ჭარბი ზონაც აღარ გვექნება. და რა თქმა უნდა, საკმარისი რაოდენობის წყალს თუ მივიღებთ. ასე რომ მარხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე სულიერი, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. კიდევ მარხვა მოგეხსენებათ, ჩვენ მარხულობთ ქრისტიანები 4-შაბათი, პარასკევი, ანუ კვირაში 2 დღე. ეს უკვე საკმარისია ამისთვის, რომ კვირაში 2 დღე რომ ჩვენ მივირთვათ ბოსტნეული, ხილი და მცენარეული ცხიმები, ჩვენი სხეული ბუნებრივი გზით გაიწმინდოს და ვიყოთ ჯანმრთელები. თუმცა 40 დღიანი მარხვა ძალიან ბევრს არ შეუძლია, აი ახლა ეს სააღდგომო მარხვა 40 დღე მესმის რომ რთულია, მაგრამ შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ, მაგალითად, თუნდაც კვირაში 1 დღე, მერე უკვე კვირაში 2 დღე, ну როგორც შეგიძლიათ 4-შაბათი, პარასკევი მოძღვართან შეთანხმებით და ეზიაროთ. აგრეთვე, როდესაც არის მარხვის ბოლო კვირა, მოგეხსენებათ, იქ არის უცხიმო, წყალზე ზოგი მარტო წყალს მიირთმევს, ხომ, ანუ მძიმე კვირა როცა არის, განსაკუთრებით წითელი პარასკევი, ну ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ იმარხულოთ, ну ვისაც არ გაქვთ ისეთი ძლიერი ჯანმრთელობა, ფიზიკური ჯანმრთელობა, შეგიძლიათ რომ ჯანმრთელობიდან გამომდინარე ასეთი პურზე და წყალზე, ან მხოლოდ წყალზე, რა თქმა უნდა, არ იმარხულოთ. ეხლა ვისთვის არ არის სასურველი მარხვა, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. არ არის სასურველი ორსულებისთვის, ლაქტაციის პერიოდში, ბავშვები 7 წლამდე და ვინც არის დიაბეტი, დიაბეტით არის დაავადებული, ხო, პირველი ტიპის და მეორე ტიპის, ვისაც მძიმე დაავადებები აწუხებს და ვისაც ღვიძლის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, ზოგი დიალიზია, გულის მძიმე დაავადებები, მოკლედ, ვისაც მძიმე სერიოზული დაავადებები აწუხებს, ანუ სასურველია, რომ მოძღვართან შეთანხმებით იმარხულოთ, როგორც შეგიძლიათ, კვირაში 1 დღე, 2 დღე, ან რძის ნაწარმზე აიღოთ კურთხება, ვისაც ძვალსახსროვანი სისტემა აწუხებს, ხო?
კი ბატონო და აი ასე ეზიაროთ და იმარხულოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვას, ანუ სულიერ ძალას ვიღებთ ლოცვის დროს. ნუ ქრისტიანები ლოცულობთ, აგრეთვე სხვადასხვა რელიგიის ადამიანებიც, რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად ლოცულობს, ასე რომ ყოველდღიურად მე გირჩევთ, რომ ილოცოთ თქვენი გულიდან გამომდინარე. მესმის ახლა უამრავი ფსალმუნები და ლოცვები არის დაწერილი, მაგრამ ყველაზე კარგი ლოცვა არის, როდესაც შენი გულით სთხოვ უფალს, რაც გინდა, ხო? ანუ შენს გულს რაც უნდა, ანუ ლოცვა რა არის? საუბარი უფალთან, ხო? და გირჩევთ, რომ პირველ რიგში მადლობა გადაუხადოთ უფალს. მე ასე ვაკეთებ, ანუ დილას და საღამოს ყოველთვის მადლობას ვუხდი უფალს. როდესაც ადამიანი მადლიერი არის, უფლის, რა თქმა უნდა, მისი ცხოვრებაც უკეთესად წარიმართება. აი ასე ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიღებთ სულიერ ძალას, ურთიერთობას ვამყარებთ, ანუ უფალთან, ვესაუბრებით უფალს, როცა ვლოცულობთ, უფალი ჩვენ გვისმენს, როცა ბიბლიას ვკითხულობთ, უფალი გვესაუბრება, ხო? ასე რომ სულიერი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ყოველდღე ვერ წაიკითხავთ თუნდაც ერთ ფურცელს მაინც ბიბლიიდან, ანუ ახალი აღთქმა და ძველი აღთქმა, ნუ რასაც შეძლებთ, თუნდაც კვირაში ერთხელ მაინც რომ წაიკითხოთ, ეს ძალიან დიდ სარგებელს მოგიტანთ. ასე რომ მარხვა გვეხმარება ვიყოთ სულიერად და ფიზიკურად ძლიერები, სპეტაკები, ვიყოთ სიყვარულითა და სიკეთით სავსეები და ვიყოთ მადლიერები უფლის. ასე რომ ყველას გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, სიკეთეს, მარხვა სინანულისა, აღდგომა სიხარულისა, ასე რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, თუ რამე გვიწყენინებია საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა, ანუ მკაცრად არ უნდა მოვექცეთ, უნდა გამოვასწოროთ, თუ კი რაიმე ცხოვრებაში არასწორად გავაკეთეთ, უნდა უკეთესები გავხდეთ და რა თქმა უნდა, სხვასაც შანსი უნდა მივცეთ, რომ ვაპატიოთ და ისიც უკეთესი გახდეს და გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება, რადგან არ ვიცით, ვინ როდის გარდავიცვლებით და ჩვენი სული უნდა მოვამზადოთ, რომ ვიყოთ ნათელი სპეტაკები და სიყვარულით და სიკეთით სავსეები, ანუ უფლისთვის მოსაწონი ადამიანები. ასე რომ ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს, სიკეთეს, უფლის მადლსა და წყალობას და ბედნიერი აღდგომა და მარხვა, ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ, მიყვარხართ.